გამარჯობა, მოგესალმებით დანების და ცივი არაღის მოყვარულებო. დღეს აი ესეთი სტუმარი ყავს. ეს არის Microtech Halo. საკმაოდ საინტერესო მოდელია კონკრეტული პრობლემით. აი ესე გამოიყურება. საკმაოდ კარგი მოდელია, სრული სერეციით. კაი მოდელია. მაგრამ ერთი პრობლემა აქვს. აი ნახეთ, გაშვების შემდეგ ეს ღილაკი არ უბრუნდება თავის საწყის პოზიციას და მასზე ძალის დატანების შედეგად, მოკლედ იწევს ჩარჯერის გამოყენება, აი ჩარჯერიც ესეთია, ნახეთ. საკმაოდ საინტერესო ჩარჯერია. საინტერესო რა მხრივ. რა თქმა უნდა, დანა ორიგინალია, 2018 წლის მოდელია. ძალიან კარგი მექანიკა აქვს, თუმცა აი კიდევ ერთხელ ღილაკი არ უბრუნდება თავის საწყის პოზიციას. მე ახლა შევეცდები ეს დანა დავშალო. ჰალოზე ძალიან იშვიათად მუშაობ, თუმცა ისეთი ადამიანის თხოვნით ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ნამდვილად მიღის გარისკვა. შესაბამისად, ამას დავშლი და ვნახავ რა არის პრობლემა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და მოვაგვარებ ამ პრობლემას. აი ამ გაჭედილი ღილაკის გამო თვითონ დატენვაც ძალიან რთულდება. მგონია, რომ არის გაბედნული არა შესაფერისი ზეთის გამოყენების შედეგად. აი თვითონ ეტყობა, რომ ბევრი ზეთია გამოყენებული და შესაბამისად, მოკლედ ეს ყველაფერი ხელს უშლის. ესეთი ამბავია. აბადროებით. ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად აღმოვაჩინეთ პრობლემა რაშიც იყო და შევაკეთეთ. დანა პლუს სრულიად გაიწმინდა, გაირეცხა, სრული სერვისი ჩაუტარდა, რაც შეიძლება ჩაუტარდეს ამ შესანიშნავ დანას. შეგახსენებთ, რომ ეს არის Halo 6, საკმაოდ საინტერესო ისტორიით. მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ესე კარგად დასრულდა. ღილაკი შეკეთებულია, დანას პრობლემა აღარ აქვს. თუმცა მსგავს პრობლემას არასდროს არ შევხვედრი ვარ და ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. მოკლედ ესეთი ამბები და მომავალ ვიდეომდე. აბადროებით.